ვაი, რა მოვიდა? აი მე არ ვიცი და კიბიდან ჩამოვარდა და იატაკზე აგდია. და შემიგითხრა. თვითონ დამირეკა, იატაკზე ვაგდივარ, იქნებ მოხვი და კაცშვილი პატრონი არ მყავსო, ისე ტიროდა. მარტოა? ხო, რაჭაშია მალხაზი და ეგ როდის ჩამოვა იქიდან. და ნიკა? ნიკა არ მპასუხობსო. ნუ არ ვიცი რა, ისეთ მდგომარეობაშია, ერთხელ დავჭირდი ამ ქალს და ისიც არა ვარ მანდ. რა ვქნა, დედა, პაციენტები მყავს, მურჩები და მივალ. დედა, ქალი იატაკზე წევს. რა ვქნა, დედა, მუშაობ. თან არ ვიცი, ახლა ნუნუს ჩემი იქ მისვლა უნდა. მარი, რა დროს ეგ არის? მომაკვდავი ადამიანი. კაი მართალი ხარ. აი ვიზამ რამეს. ხო, რა დედა, რა. ხო იცი, ნუ აი ნუნუს რაც აქვს ჩვენთვის გაკეთებული. ხო და რაღაცნაირად ნუ მოახერხე რა, დაუჩქარე, გთხოვ. ვიცი, დედა, ვიცი. ეცდები რა შეიძლება მალე მივიდე. ხო, დროზე რა, ძალიან გთხოვ, დედა, აი ჩათვალე რომ მე ვარ. კაი. ნუნუ, მე ვარ. ნუნუ. ვაი მე ნუნუ. აქ ვარ, გეხვეწები, არ ინერვიულო, არ იტირო რა. აქ ვარ, ყველაფერი კარგად იქნება. მოდი ადექია რა. წადი. აი ვიცი რომ არ გინდა ჩემი დანახვა, მაგრამ ვერ დაგტოვებ აქ. რატო მოყვედი? იმიტომ რომ მიყვარ ხარ. მე ხო, შენ და ზუსტად ვიცი რომ შენც გიყვარ ვარ, მოდი ადექი. მე შენ რო გული გატკინე, არ გახსოვს რეები გიტყარი. მახსოვს ყველაფერი, მაგრამ ეგ მერე გავარკვიოთ. და მაინც მოყვედი. ხო, აბა რა გგონა რომ აქ დაგტოვებდი? მოდი. სასტრაფო გამოვიწახე. ხო და სასტრაფოს მოსვლამდე ვიქნები. დაწყნარდი ხა და მითხარი რა გტკივა რა. მარი რა საყვარელი. გაიჭი. ყველაფერი კარგად იქნება. ძალიან მალე მყვა სასტრაფო და მე მგონი ჯობია რომ არა გაყენო, ხო? რამე არ დაგიზიანა კიდე. წყალი გინდა მოგიტანო. დები. და გულისცემა როგორი ქონდა? მომისმინე და ძალიან სწრაფად არ უცემდა? ეგრე უნდა იყოს? კერეს. 5-5 ჯერ გითხრეს ეკოსკოპისტმაც და ექიმაც, რომ არის ნორმაო და რამდენჯერ უნდა მკითხო? აუ, დაინახეთ რა ლამაზი იყო? კი. შენ ნაკვთების დაინახე? რას ნიშნავს დავინახე? შენ ვერ დაინახე? თან ცოტა მამას გავდა მე მგონი. აბა რა. არა, ცოტა დედასაც გავს, მაგრამ უფრო მამას რა. მადლობა დიდი. მომისმინე, ხო ნახე რა გითხრა ექიმმა. სეირნობა ზომიერების ფარგლებში, სუფთა ჰაერი, არანაირი გადაღლა და სტრესი. თავიკი, იმიტომ რომ მეც იქ ვიყავი თუ შემჩნეო. მე მგონი საჭესთანაც არ უნდა დაждდა უკვე, იმიტომ რომ ერთგვარი სტრესია ეგეც. კერეს, საჭესთან აღებზე ვარ ძალიან დიდი ხანია უკვე, იმიტომ რომ ისეც არაკომფორტულად ვგრძნობ თავს ამ ხალხს. ძალიან კარგი. ტაქსით მოვედი და ეხლა ტაქსით წავა. მოიცა, მოდი რა მე გამოვიძახებ რა. არა. მე გამოვიძახებ, ჯერ მიგიყვან და მე მეწავა. არ მინდა, მართლა არ მინდა, რა მიჩვენია მე თან წავიდე, თან გამოვიძახე უკვე. რა გჭირს, მშვიდად ვიქნები უფრო რა, ესე ჯერ დაგტოვებთ ორივეს და თან უფრო დიდი ხანი მომიწევს გვასთან ყოფნა რა. ისე ალბათ ხდება, ხო, მამამისიობა? რა ვიცი, მეცნიერები ამბობენ რომ ხვდებიან და რა ვიცი. მართლა? ხო და მე მჯერა მეცნიერების რა. კიდე სამე გავიარებ და აქ რაღაცა. აი მე ერთი წუთით რა გთხოვ. არ არის ამდენი ზრუნვა საჭირო რა. მაქვს ყველაფერი და თან კარგად ვართ ორივე თავს მოულით. კარგი რა გჭირს. ხო გითხარი, ბავშვის გამოვეკეთ. ვიცი კერეს, უბრალოდ ნამდვილად არ არის საჭირო. თან არ მინდა რომ თაკოც გაღიზიანდეს რაღაც. თაკო რა შუაშია, მითხარი? თაკო იმ შუაში რომ შენ ცოლია და ძალიან დიდი შანსია რომ არის სიამოვნოს და მე გავიგებ ამას და არ მინდა რომ მიზეზი გავხდო თქვენი რაღაც უთანხმოების. არანაირად არ გახდები მიზეზი რა. ძალიან შეგნებული ადამიანია და არაერთხელ ვილაპარაკეთ თან ამაზე. ესმის. ოკეი? კარგი, ჯერა. აი მოვიდა, სადღაც აქ არის, მოიცა? გიხეწები რა. წავალ ჩემით, ხო? აგერ არის, აი. მოდი. აი მოვიდა რა, წამოდი.
მარია. რა ხდება სიზმარში ვარ თუ ჰალუცინაციები? აი მე რა მაიმუნი ბიჭი ხარ რა. გახარებული მაიმუნი. და ცოტა დაბრნეული. კარგად გამოვიყურები. მადლობა. შენც მართლა. ცოტა მოიმატე და სახეც დამშვიდებული გაგ. რა საყვარელი ხარ ქალაქის მეურვებოდან კომპლიმენტების სათქმელად რომ მოხვედი. კაი ხუმრობ. რა ხდება მშვიდობაა? ჩემთან მშვიდობაა, მაგრამ ნუნუ ვერ არის კარგად. დედაჩემი? მოხდა რამე? რაღაცას ალაგებდა და კიბიდან ჩამავარდა. გირეკავდა, ვერ დაგიკავშირდა. მე დედაჩემს დაურეკა, ეთერი კიდე ქუთაისშია. მოიტეხა რამე? დილას მთხოვარ რაღაც ფარდები ჩამომიხსენი, ორა იდიოტი ვარ. კაი დაწყნარდი, ისე მეც გირეკავდი და არ მიპასუხა. ხო სადღაც მიგდია ტელეფონი, არც ვიცი იმდენი პაციენტი მყავდა დღეს. სასწრაფო გამოვიწახე და საავადმყოფოში გადაიყვანეს, ტკივილიც მოუხსნეს. თვითონ ეგონა ხერხემალი ტკიოდა, მაგრამ მე მგონი ფეხი აქვს დაზიანებული. საავადმყოფოში ესე იგი ახლა. და ძალიან კაი ექიმი შეხვდა, ისეთი საყვარელი და ყურადღებიანი კაცი იყო, ძალიან. კარგი და ყურადღებიანი ხარ შენ. იმის მე რაც ნუნუმ დაგმართა? კაი არ გვინდა ეხლა მაგის გახსენება. მეც უნდა წავიდე, იმიტომ რომ ძალიან ბევრი პაციენტი მყავს და მე წავი. ტრავმატოლოგიურშია, ხო? ხო. მარია. მადლობა. შეგეძლო სახში მოსულიყო. ხო, შემეძლო. რატომღაც მეგონა რომ არ შემეძლო. მესმის. მოდი არ გვინდა მაგაზე ლაპარაკი რა, მე მგონი ბევრად სერიოზული პრობლემა გვაქვს ამ ეტაპზე. სულ ვიცოდე. გული მიგრძნობდა რომ რაღაც ჩარში გაებმეოდა. კაცეთში. ნარკოტიკები რომ თქოს კინახ მოვკვდი. ნენა, შეგიძლია რომ ერთხელ მაინც იფიქრო რომ შენი შვილები არაფერს შუაში არ არიან და უბრალოდ რაღაც გაუგებრობა მოხდა? არ ვიცი. აღარაფერი არ ვიცი. მინდა ვიფიქრო რომ არაფერ შუაშია, მაგრამ მაგრამ საერთოდ არ იცნობ გოგას არ იცი რისი გამკეთებელია და რისი არა, რა გჭირს? მეგონა ორივეს გიცნობდით. დაწყნარდი რა და ყველაფერი მოგვარდება, მე მივხედავ ყველაფერს. და როგორ მიხედავ? შეიძლება ისეთი მუხლი წაუყენონ, რომ ვერაფერს ვერ წაუყენებენ, უკვე ველაპარაკე ძალიან კარგ ადვოკატს. მართლა. და რა უნდა თქვა? ჯერ უნდა გამოვიყვანოთ და დანარჩენი მერე უნდა მოვიფიქროთ. ხო, მაგრამ აი როგორ უნდა გამოვიყვანო მე? როგორც გამოყავთ დედა გირაოთი. კი, მაგრამ თუ გავწუდით ამ გირაონს. გავწუდებით, მაქვს მე ფული და მე მივხედავ მაგამბოს. არა, მეც მაქვს ფული გადადებული. სამკაულებს გავყიდი. არ არის საჭირო. არ არის ფული პრობლემა. და წავიდე ადვოკატს უნდა შევხვდეთ 15 წუთში. კი, мама, მივედი უკვე 10 წუთში მიცოდინება ყველაფერი. ო, ნახევარ საათში მეც მან დავარ, წეროვანში ვარ უკვე. რა წეროვანში მოფრინა? რაც შეიძლება სწრაფად მოვდივარ. ხო და ნელაი არის რა, ნუნუს მივხედავ მე, მაგრამ ორ დამტრულ პაციენტს ვერ გავქაჩო. კარგი, ერთი ჯვარი მწერია დამანებით ხარ. კაი, მიდი და ისე რა, შევრედი უკვე და ნელაი არის რა. გამარჯობა. გამარჯობა. სასწრაფო მოიყვანა ქალი ტრამვით. პაციენტის სახელი და გვარი რომ მითხრათ? ნუნუ გადაჭკურია. დიახ, 305 პალატაში არის, მაგრამ პაციენტების ნახვა 5 საათამდე არ შეიძლება. და რო შევიდე შეშინებული იქნება ახლა. იცით, აი, ზაზა ექიმი მოდის და შეგიძლიათ მას გაესაუბროთ, რას ის არის მორიგე. კარგი, მადლობა. გამარჯობა ბატონო ზაზა.
გამარჯობა. მე თქვენი პაციენტის შვილი ვარ, ნუნუ ვადაჭორიესი. სასწრაფო მოიყვანა. გალბატონი ნუნუ, ჩვენი კოლეგა. ეხ, მეც თქვენი კოლეგა ვარ. სასიამოვნოა. როგორ არის? ყველაზე კარგად როგორც უნდა იყოს. მადლობა უყურს. ხერხემალი დაზიანებული არ აქვს. მოტეხილობაც არ არის. კოჭი აქვს ნაღრძობი, გაუფიქსირეთ, გამოყუჩებელი გაუკეთეთ და ეხლა ისვენებს. ძალიან კაი. დაიტოვეთ ხო ალბათ ეს. სავარაუდოდ კი ტკივილები აქვს. 1-2 ანალიზი მაინტერესებს. კალციუმის რაოდენობა რამდენი აქვს ორგანიზმში? ძალიან ნერვიულობდა? მე მგონი თქვენზე უფრო ნერვიულობ და როარ პასუხობდი. ნიჭიც არ მეგვარია. კარგით, მაშინ 9 საათი დავილოდები, შესვლის საათები რო იქნება და მე მივა, კარგი? მანამდე შეგიძლიათ მიბრძანდეთ, შვენიერი კაფე გვაქვს, შეგიძლიათ ყავა მიირთვათ. ყავა კაი იქნებოდა. მადლობა. შენ რა მაგარი გზელი გამოაცხე, სუშაბჯამე. ძალიან კაი. აბა მითხარი როგორ ჩაიარა დღემ, კარგად? ნორმალურად რა. რა გჭირს? არაფერი. კაი იქნებოდა დღის განმავლობაშიც რომ მოგეკითხე. კაი, ხო იცი რომ ეხოსკოპიაზე ყავდა ანა. ჩემი ხალხი იგი იყო, მე სანამ ექიმი მოვიდა, სანამ მე სახლში დავტოვე და მოვედი რა. თავის თუ არ დადეს? თავისი დადის. რომ მეცხრე თვეშია. და სულ შენ უნდა ატარო ხოლმე. არა, სულ მე არ უნდა ვატარო. კაი. მე მაინც მგონია რომ ზედმეტად დიდ ყურადღებას უთმობ მაგ შენ ანას. ყოველ შემთხვევაში იმაზე მეც ვიდრე საჭიროა. კაი, ჯერ დავიწყოთ იმით, რომ ჩემს ანას არა. ჩემი ანა არ არის, ჩემი ხარ შენ. და მე მეორე. დიდ ყურადღებას უთმობ ჩემ შვილს, მეტი არაფერი. ესე ოიცი გულისემა მოვისმინე რა. ძალიან სწრაფად უცემს. ზოგადად ნაყოფ სწრაფი გულისემა აქვს. ხო. და ექიმა თქვა, მამის ხმაც ესმის სოთაშორის. ამბობენ მაგას. ძალიან მაგარია, ნეტა როგორი მამა ვიქნები, მაგაც მაინტერესებს რა. იცი რა, absolutურად ყველაფერს შევუსრულებ. ყველგან წავიყვან, სადაც მეტყვის და ყველაფერს გავუკეთებ. დარწმუნებული ვარ, საყვარელი ქალისგან გაჩენილი ბავშვი 2 წამში აღგიდგენთ ჰარმონიულ ურთიერთობას. $5000 და ძალიან გთხოვთ რომ გამიგვრთვით რა. ობა, რა არის ეს? მალე ხომ იცი რომ მიდის და აღარ იცის რომ ახელთვალეთ დაიგნეთოს მერე გვიან ხდები რომ ისი ხო ვინც გიყვარს ისი ხო ვინც გახსოვს